მოგესალმებით მეგობრებო, რაღაც ახალი ფორმატით დაგიბრუნდით YouTube-ზე. მოგეხსენებათ ამდენი ხნის მანძილზე მე თქვენთან კომუნიკაცია მქონდა YouTube პოდკასტის საშუალებით, ამავე არხზე, AI Pulse Georgia-ს არხზე და ახლაც გრძელდება პოდკასტი და კვლავაც გაგრძელდება. რამდენიმე კვირაში მეორე სეზონს დავიწყებთ ჩვენ პოდკასტის, თუმცა ამის გარდა მე თქვენთან კომუნიკაცია მაქვს TikTok-ზე, მოკლე ფორმატის ვიდეოებით, ასევე Instagram-ზე და ასევე LinkedIn-ზე. LinkedIn-ზე რა თქმა უნდა ტექსტური საშუალებით. თუმცა რაღაც არ მაგმაყოფილებდა. თითქოს რაღაცა მაკლდა. მაკლდა TikTok-ისა და YouTube-ის ხანგრძლივობებს შორის გარკვეული დროის ხანგრძლივობის ტუტორიალ ვიდეოები, როცა თქვენთვის შევძლებდე კონკრეტულად უფრო საფუძვლიანად და კარგად ამეხსნა პრაქტიკული საკითხები. დაახლოებით 10-15-20 წუთიანი ვიდეოები, სადაც კონკრეტულად აგიხსნით AI-სთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ამიერიდან AI Pulse Georgia-ს ერთ-ერთი პლეილისტის საშუალებით ყოველკვირეულად შემოგთავაზებთ მოკლე ხანგრძლივობის ვლოგის ტიპის ვიდეოებს, რომლის დახმარებითაც მე თქვენ აგიხსნით ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს AI-სთან დაკავშირებულს. და არა თუ აგიხსნით, არამედ გიჩვენებთ, რომელიც იქნება თქვენთვის ძალიან სასარგებლო. სანამ საქმეზე გადავიდოთ და დღევანდელ ტუტორიალს შემოგთავაზებდეთ, მინდა აგიხსნათ კონკრეტულად როგორი ტიპის ვიდეოებს დავდებ. თემა უკვე იცით, ხელოვნური ინტელექტი შეეხება, მაგრამ მე მინდა ავარჩიო სამუშაო პროცესებთან, პროდუქტიულობასთან, თქვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს თემებთან დაკავშირებული საკითხები, რომელშიც გეხმარებათ ხელოვნური ინტელექტი. ასევე სამსახურეობრივ საკითხებთან დაკავშირებით, როდესაც ყოველდღიურობაში იყენებთ ხელოვნურ ინტელექტს კომპლექსურად, მრავალი სხვადასხვა მიმართულებით. როგორც ყოველთვის, თქვენ გესმით დიდი მოდელების სახელები. ChatGPT, Gemini, Grok, Perplexity, Claude, მაგრამ არსებობს ამათ მიღმაც გარკვეული ხელოვნური ინტელექტის მოდელები, რომლებიც ძალიან გვეხმარებიან გარკვეულ საკითხებში, თუმცა არც თუ ისე ცნობილები არიან, არც თუ ისე ბევრს საუბრობენ ადამიანები ამაზე, არადა ძალიან მაგრად გვეხმარებიან, ძალიან მაგარი ინსტრუმენტები არიან, რაღაცნაირად ადამიანების ყურადღების მიღმარჩება ეს ხელოვნური ინტელექტის მოდელები და ბევრი ადამიანი არ იყენებს ასეთ მოდელებს. ჩემი პირველი ამ ფორმატის ვიდეო სწორედ ასეთ ორ ინსტრუმენტზე მინდა შემოგთავაზოთ. ეს არის ავტონომიური ხელოვნური ინტელექტის მოდელები, უფრო სწორად აგენტები, Manus AI და Genspark AI. ორივე ძალიან მაგარი მოდელი, ძალიან ბევრი ფუნქციონალით, ძალიან მაგარი შესაძლებლობებით და ზოგჯერ ბევრად უფრო მაგარი პროდუქტი, ვიდრე წეღან ჩამოთვლილი მოდელებია ChatGPT, Gemini, Grok, Perplexity და Claude. თავიდან სიტყვიერად აგიხსნით ამ ორი მოდელის შესახებ ძირითად ინფორმაციებს, შემდეგ კი ამ ვიდეოში უშუალო ტუტორიალს შემოგთავაზებთ და უშუალოდ გიჩვენებთ ყველა ფუნქციას, შესაძლებლობას და გამოყენების მაგალითებს. როგორც მოგახსენეთ, Manus AI და Genspark AI, ავტონომიური ხელოვნური ინტელექტის აგენტები. აგენტებიო რო ვამბობ, ეს ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ გარკვეული მოქმედებების ჩატარება ადამიანების ბრძანებით, ოღონდ ადამიანების მინიმალური, ან საერთოდ ყველანაირი ჩარევის გარეშე. ორივე ეს მოდელი აზიასთან არის დაკავშირებული. სინგაპური, ჩინეთი, რაღაცა ინფორმაციები ცნობილი არ არის. თუმცა მაგარი რაღაცებია საბოლოო ჯამში. ეს ორივე მოდელი წარმოადგენს მულტიაგენტური არქიტექტურის მქონე AI პლატფორმებს, სადაც კონკრეტულად სპეციალიზირებული აგენტები პასუხისმგებლები არიან გარკვეული მოქმედებების შესრულებაზე ადამიანისთვის. არა მხოლოდ ფიქრზე და პასუხების გენერაციაზე, არამედ დამატებითი მოქმედებების შესრულებაზე, რასაც განვიხილავთ და ასევე გაჩვენებთ ყველაფერს თუ რაოდენ დიდი შესაძლებლობები აქვს ამ მოდელებს, რაც მაგალითად სხვა დიდ ენობრივ მოდელებს არ აქვს. ორივე ეს მოდელი გავნან ერთმანეთს იმით, რომ ერთი მხრივ ისინი ეყრდნობიან დიდ ენობრივ მოდელებს, როგორიცაა Claude, Queen, ChatGPT, Gemini და სხვა. ანუ აერთიანებენ მათ ერთობლივად, ხოლო მეორე მხრივ ამ მოდელებს გააჩნიათ ბევრი შიდა აგენტური სისტემა. ეგრეთ წოდებული ორკესტრაცია, ანუ სპეციალიზირებული აგენტები, რომლებიც მოქმედებენ გარკვეულად სხვადასხვა დავალებებზე. სლაიდების გენერირება, კვლევა, კოდირება და სხვა. ოღონდ ამათზე არა ცალ-ცალკე, არამედ ერთობლივად. ეს კი ამ მოდელებს ქმნის რაღაცა უფრო ძლიერ ინსტრუმენტად, ვიდრე დიდი ენობრივი მოდელებია, რომელთაც ჩვენ აქამდე ვიცნობთ. ანუ ეყრდნობიან მათაც და პლუს ამას იყენებენ სპეციალიზირებულ შიდა მოდელებსაც სხვადასხვა დავალებების შესასრულებლად ჩვენთვის იმაზე უკეთ, ვიდრე სხვა მოდელები გააკეთებენ ამას. მაგალითად, Manus AI რეალურ სამყაროში ადამიანებისთვის არსებულ ამოცანებს და კონკრეტულ პრობლემებს აანალიზებს კარგად, შლის ნაწილებად, გეგმავს და შემდეგ კონკრეტულ ნაბიჯებად აქცევს.
ანუ კონკრეტულ გადაწყვეტილებებად. მაგალითად, Manus AI-ს შეუძლია კვლევის ჩატარება, ანალიზი და შემდეგ ყოვლისმომცველი ანგარიშის შექმნა ამ კვლევასთან დაკავშირებით. ასევე მას შეუძლია კონკრეტული ფაილების, დოკუმენტები, ანგარიშები შთამბეჭ და ვებგვერდებად გადაქცევა. ასევე GenSpark AI-ს ძალიან მაგარი ფუნქციები აქვს. ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლია აგენტებს. მათ ზარების განხორციელებაც კი შეუძლიათ კონკრეტულად ჩვენი სურვილებიდან გამომდინარე. ასევე პრეზენტაციების გენერირება შთამბეჭდავად, მონაცემთა ანალიზი ძალიან სერიოზულ დონეზე და სხვა კონკრეტული გამოყენების მაგალითები, რომელთაც ამ ვიდეოს ტუტორიალში გიჩვენებთ. მოკლედ, რომ შევაჯამოთ და გადავიდეთ ტუტორიალზე. Manus AI და GenSpark AI წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტის განვითარების ფაქტობრივად შემდეგ დონეს, რომელიც ფოკუსირებულია სტრატეგიულად ორიენტირებული იმაზე, რომ ნაცვლად მხოლოდ ფიქრის და პასუხების გენერაციისა იმუშაოს ჩვენთვის მნიშვნელოვან რთულ ამოცანებზე ავტონომიურად და შეასრულოს კონკრეტული მოქმედებები ჩვენთვის. მოდი ვუყუროთ ჩემს ტუტორიალს და განვიხილოთ დეტალურად ყველა ფუნქცია, შესაძლებლობა და გამოყენების მაგალითი, თუ რა შეუძლია ამ ორ უმაგრეს მოდელს. როგორც უკვე ვთქვით, დღეს ჩვენ განვიხილავთ ორ სხვადასხვა AI მოდელს, უпростоრად AI agents, ეს არის Manus AI და GenSpark AI. ძალიან ბევრ გამოყენების მაგალითს, ძალიან ბევრ ფუნქციას შესაძლებლობას მოიცავს, მეგობრებო. ეს ორი ხელსაწყო, აქედან გამომდინარე, მე არ ვაპირებ დღეს და ძალიან გადაგტვირთოთ, რომ ყველაფერი ერთდროულად განვიხილო. მე დღეისთვის მოამზადე გარკვეული ნაწილი ამ ორივე ხელსაწყოდან, რისი განხილვაც მინდა თქვენთან და თქვენთვის წარმოდგენა და დღეს მე განვიხილავ ზუსტად შერჩეულ მაგალითებს, რათა წარმოდგენა შეგექმნათ და არა თუ წარმოდგენა შეგექმნათ, არამედ კონკრეტულად ჩაუღრმავდეთ და გაერკვეთ თუ რა ხელსაწყოებს ეხება საქმე. მეორე ნაწილს უკვე რაც დამრჩება ამ ორ ხელსაწყოზე სასაუბრო, მე შემოგთავაზებთ შემდეგ ერთ ეპიზოდში, რომელიმე კვირას და უკვე ბოლომდე განვიხილავ ყველაფერს, რაც საჭიროა. პირველ რიგში მინდა გითხრათ ის, რომ ორივე ეს AI ხელსაწყო ერთი შეხედვით გავს ჩვენთვის ნაცნობ დიდ მოდელებს, არაფერი განსხვავებული ინტერფეისში არ არის, არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებულ სირთულეს ან რაიმე სხვანაირ მიდგომას არ საჭიროებს. პრინციპი ინტერფეისის გვაქვს აბსოლუტურად იგივე. გვერდზე ისტორია, ქვემოთ setting-ში შესვლის საშუალება და შუაში ჩატი, ანუ ველი, საიდანაც შეგვიძლია ჩვენ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს, კომუნიკაცია ვაწარმოოთ. მე მინდა დღეს დავიწყო გარჩევა GenSpark AI-ით. პირველ რიგში მინდა, რომ GenSpark AI-ის ძალიან საინტერესო ფუნქცია გაგაცნოთ. მეგობრებო, რაც თქვენთვის ჩემი აზრით სახალისოდ შეიძლება აღმოჩნდეს, ეს არის call to me, ანუ ხელოვნური ინტელექტის მიერ ჩვენი დაკვეთით კოლის განხორციელების საშუალება. მათ შორის ქართულ ენაზეც და მათ შორის საქართველოსაც. და მოდი დავტესტოთ. ეს არის GenSpark AI-ის მთავარი გვერდი, მთავარი ინტერფეისი და არაფერი განსაკუთრებული. ქვემოთ არის უბრალოდ მოცემული სპეციალიზირებული აგენტები, რომელშიც მოქმედება შეუძლია GenSpark AI-ს. მე შევდივარ უბრალოდ ვრცელ ჩამონათვალში all agent-ში და აქედან გადავდივარ call to me ამ აგენტში. მე მაქვს უკვე გავლილი რეგისტრაცია. რეგისტრაცია არის ძალიან მარტივი პროცესი, რომ თქვენ ნომერს გაატაროთ უბრალოდ ავტორიზაცია, შეგიძლიათ მიუთითოთ, რომ კოდი მოგივიდეთ და არეკვით, ანუ დაგირეკავენ მომენტალურად და კოდს მიანიჭებთ და აი არც კი ჩავწერ ამას, აღარც კი გავაცნენ დროს ამაზე. იმდენად მარტივი პროცესია რეგისტრაცია, სულ უნდა 1 წუთი, ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავალ. მე შემიძლია დაუკავშირდე ბიზნესს, შემიძლია დაუკავშირდე კონკრეტულ პიროვნებას. მაგალითად, მე ამ წუთის მდგომარეობით მე ავირჩევ ჩემს პირად ნომერსვე და მივცემ დაკვეთას, რომ ჩემს პირად ნომერზე დამირეკოს GenSpark AI-მ და მივცემ დავალებას, რომ დაურეკე თორნიკეს და კითხე თუ იცის GenSpark AI-ის შესახებ. და თუ გიპასუხა, რომ არ იცის, აუცილებლად მოუყევი მის შესახებ გააცანი დეტალები. Place call. ჩვენ ამავდროულად შეგვიძლია თვალი ვადევნოთ ყველაზე მაგარი ფუნქცია ეს არის ზარის მიმდინარეობას, check task status და ვნახოთ როგორ მოხდება დარეკვა, ვინას უპასუხებს და ასე შემდეგ. დაველოდოთ ახლა უბრალოდ ჩემს ნომერზე, ჩემს ქართულ ნომერზე ზარს თუ განხორციელდება. გამარჯობა. გამარჯობა, თორნიკე. მაინტერესებს თუ იცით GenSpark AI-ის შესახებ. არა, არ ვიცი GenSpark AI-ის შესახებ, რომ გამაცნო დეტალები. GenSpark AI არის ინოვაციური პლატფორმა, რომელიც კომპანიებს ეხმარება ხელოვნური ინტელექტის გეთხაძევადების შექმნაში. მას აქვს ძლიერი ალგორითმები, მონოცემთა ანალიზი და ავტომატიზაცია. ასევე მოიჩენს კონსულტაციას, ტრენინგებს და გამოთვლებს. გავთიშავ, ახლა როგორც ხვდებით,
ქართული ცოტა უჭირს, მაგრამ მაინც გამართულად გაგაგებინებს საუბრობთ ძალიან კარგად. შეგიძლიათ სხვა ენებზეც ასაუბროთ, სხვა ქვეყნებშიც დაარეკინოთ და მოკლედ ძალიან მაგარი ფუნქცია ეს მართლა ინოვაციური და ძალიან კარგი შესაძლებლობა. რაც თავი აქ რეპორტის სახით გაქვთ თქვენ უკვე წდომა საუბართან, ანუ სადღაც სხვაგან თუ დაარეკინებთ, აბსოლუტურად მთელი ზარი შეგიძლიათ იხილოთ აქვე და ნახოთ თუ რა საუბარი შედგა, ჩართოთ, მოусმინოთ. გამარჯობა. რომ გამახსნოთ დეტალები. შეგვიძლია მოусმინოთ, ან შეგვიძლია სულაც გადმოვწეროთ ეს ზარი ჩვენს დესკტოპზე, პრობლემა არ არის. მოკლედ ეს არის ძალიან მაგარი ფუნქცია, რომლის გამოყენებაც ძალიან კარგად შეიძლება ჩვენს საქმიანობაში. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. შემდეგი საკითხი მეგობრებო, ეს არის ინტერფეისის აღწერა. მინდა რომ ზოგადად აღწერო თავარი ინტერფეისი და მიმოვიხილო რამდენიმე ძირითადი ფუნქცია, რაც გააჩნია, დაუბრუნდეთ ისევ თავარ მენიუში ერთ-ერთი პირველი, რაც მინდა წარმოგიდგინოთ, ეს არის პერსონალიზაცია. ანუ მოდელი Genspark AI-ის აგენტი პლატფორმა მთლიანად გავხადოთ პერსონალურად ჩვენზე მორგებული. შევდივართ აი ამ აიკონში, რომელიც ადამიანს გამოსახავს და ამ წუთში მე მაქვს, ჩემს თავზე მაქვს მორგებული ეს ყველაფერი, მაგრამ მოდი წავშალოთ, რომ უფრო გასაგები იყოს ყველაფერი. ამ წუთში არ მაქვს შევსებული არაფერი, აქ ხვდებით რა რას გულისხმობს. პირველი ის რომ როგორ მოგმართოს Genspark AI-მ, რა საკეთებს ზოგადად, რა საქმიანობით ხართ დაკავებული, თქვენი პროფილის შესახებ რამდენიმე სიტყვა, რა თვისებები და ფუნქციები უნდა გქონდეს მაგალითად Genspark AI-ის, ზოგადად თქვენთან კომუნიკაციის დროს და ვარიანტებიც არის მოცემული და ყველაზე მნიშვნელოვანი custom instruction-ები, რითაც ჩვენ system prompt-ი შეგვიძლია დაუწეროთ ხელოვნურ ინტელექტს, რაც გულისხმობს, რომ ფუნდამენტური ძირითადი ინსტრუქცია მივცეთ ხელოვნურ ინტელექტს თუ როგორ უნდა იურთიერთოს ჩვენთან, როგორი უნდა იყოს ჩვენთვის დამახასიათებლად და რა ფუნქცია შესაძლებლობებს უნდა აავლენდეს, რა ხასიათი, ტონი და სხვა დამახასიათებელი ნიშნები უნდა გქონდეს. მაგრამ ეს ყველაფერი იწერება მეგობრებო მანუალურად, ხელით, მაგრამ Genspark AI-ის აქვს სასწაული ფუნქცია, ძალიან კარგი. შეუძლია auto research-ი გააკეთოს ჩვენ შესახებ და ეს ავტომატურად შეავსოს ჩვენი პროფილიდან გამომდინარე. მოდი ვცადოთ, რას გულისხმობ, დაგანახებთ. Auto research მივცეთ paste your LinkedIn URL, Twitter URL or personal website or description about yourself. მაგალითად, გვთავაზობს, რომ ან მიუთითოთ მე შესახებ აღწერა, ან ჩვენი LinkedIn URL-ი, ან Twitter URL-ი მიუთითოთ. ანუ პროფილი ჩვენი Twitter-იდან, ან ჩვენი LinkedIn-იდან. მოდი გავაკეთოთ შემდეგი რაღაცა. მე უბრალოდ ავდგები ახლა ჩემს LinkedIn პროფილს დავაკოპირებ და მივცემ მოდელს, რათა შეისწავლოს თვითონვე. უბრალოდ დავაკოპირებ ჩემი URL-ი, ანუ ჩემი პროფილის ლინკი LinkedIn-იდან და ვაძლევ auto research-ს. ან ვეუბნები მე Genspark AI-ს, რომ თავად შეისწავლოს ყველაფერი ჩემს შესახებ ჩემი LinkedIn პროფილიდან გამომდინარე, რომლის ლინკიც მე მივეცე და აქედან გამომდინარე შეადგინოს system prompt-ი, ანუ ძირითადი ინსტრუქციები, რასაც წეგავსაუბრობდეთ, რომ გავხადოთ Genspark AI ჩემზე უფრო მორგებულად და ჩემი კონტექსტი იცოდეს, ასე რომ ვთქვა. რა თქმა უნდა, ბოლოს შემიძლია გადამოწმება და ნებისმიერი ჩასწორების შეტანა, რასაც მე საჭიროდ ჩავთვლით. დავადოდოთ Genspark AI-ს როგორ გააკეთებს ამ დავალებას და ამავდროულად მე უკვე შემოგთავაზებთ სხვა ფუნქციებსაც, რათა დრო არ დავკარგოთ ჩვენ. სანამ ამას გააკეთებს, ჩვენ გადავიდეთ შემდეგ სექციებზე, რისი განხილვაც მინდა. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის, რომ Genspark AI-ს აქვს თავისი დრაივი, რომელსაც ქვია AI დრაივი და ინახავს საჭირო ფაილებს, რომელიც შემდეგ შეგვიძლია ძალიან კარგად გამოვიყენოთ ჩვენს conversation-ებში, ანუ ჩატებში Genspark AI-სთან, სხვადასხვა მომენტში მოვიმხოთ და ასე ვთქვათ, გავიმარტივოთ ძალიან პროცესი მასთან კომუნიკაციის. კიდევ რა გამოყენების მაგალითები არსებობს ამ AI დრაივის, რაც Genspark AI-ს აქვს. მე უკვე შემდეგ ეპიზოდშიც უფრო დაწვრილებით გაცნობებთ ამის შესახებ. ეს არის კონექტორები. ანუ სხვა ხელსაწყოებთან პირდაპირ კავშირი. როგორც მოგეხსენებათ და თუ არ იცით, იცოდეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ტრენდია ამ წუთში ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით, რომ გქონდეთ კავშირი სხვა ინსტრუმენტებთან და ეს კავშირი ბრიჯები გაიდოს სხვა ციფრულ ინსტრუმენტებთან და ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაკეთება, რადგანაც ძალიან ბევრ ციფრულ ინსტრუმენტთან გვიწევს კავშირი და ძალიან რთულდება ყველა ინსტრუმენტისგან ინფორმაციის წამოღება, ყველა კონტექსტის გათვალისწინება და ასე შემდეგ და რაღაცნაირად ფრაგმენტულადაა ყველაფერი და ყველა ხელოვნური ინტელექტის მოდელი დღეს მიზნად ისახავს, რომ რაღაცნაირად მოხდეს კომბინაცია ამ ყველაფრის. ზუსტად ამას ემსახურება Genspark AI-ის ეს შესაძლებლობაც, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტები, აი მაგალითად მე მაქვს დაკავშირებული Gmail-ი, Notion-ი, Google კალენდარი, Google Drive-ი და ასე შემდეგ. შეგვიძლია შევიდეთ Edge-ში და საერთოდ გავცდეთ და ბევრად უფრო მეტი ინსტრუმენტი დავაკავშიროთ Genspark
AI-თან. მაგალითად Microsoft 365, Outlook-ი, კალენდარი, Slack-ი და საერთოდ MCP თულებიც კი. MCP სერვერი ოდნავ რთული საკითხია და შემდგომ ეპიზოდებში განვიხილა უფრო დეტალურად. ამ ეპიზოდში არ გადაგტვირთავთ ამ საკითხით. ამ წუთის მგობრობით საკმარისია ის თულებიც, რომ უბრალოდ install მაქვს მე მიცემული, მაგალითად Gmail-ისთვის, Drive-ისთვის, კალენდრისთვის, Notion-ისთვის და მე გაჩვენებ კონკრეტულად გამოყენების მაგალითებს, თუ რაში შეიძლება გამოვიყენო ეს ყველაფერი. მნიშვნელოვანი საკითხი არის on-device free AI, რაც გულისხმობს იმას, რომ Genspark AI-ის გადმოწერა შეგვიძლია როგორც ბრაუზერის ჩვენს დესკტოპზე, მისი მოხმარება შეგვიძლია მეგობრებო ინტერნეტის გარეშეც კი და მასში ჩაინტეგრირებულია სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტის open source მოდელი და შეგვიძლია მათი გამოყენება. გამოყენების რა მაგალითები არსებობს ამ ხელოვნური ინტელექტების? აბსოლუტურად სხვა თემაა, ძალიან დიდი ხანი სჭირდება, აქედან გამომდინარე ამასაც როცა უფრო ჩაუღრმავდებით შემდგომ ეპიზოდში, მაშინ შემოგთავაზებთ ამის აღწერასაც და ჩვენებასაც. დღეს კი გავაგრძელოთ მიმოხილვა, როგორც გვაქვს დაგეგმილი, ფაილის ატვირთვის ფუნქცია, ანუ ცხადია თქვენთვის, რასაც გულისხმობს, შეგვიძლია ავტვირთოთ Google Drive-დან, შეგვიძლია ლოკალურად, ანუ ჩვენი დესკტოპიდან ავტვირთოთ, ჩვენი კომპიუტერიდან, ან შეგვიძლია როგორც წეღანა გიხსენეთ AI Drive-დან ავტვირთოთ. მიკროფონის ფუნქცია, რასაც გულისხმობთ, ამაზე არ მოვწდები, იმიტომ რომ კარგად გესმით თქვენ ეს ყველაფერი და სანამ აი ქვემოთ მნიშვნელოვან აგენტებზე გადავალ და მნიშვნელოვან საკითხს გეტყოდეთ, მანამდე უბრალოდ ქვემოთ ჩამოვალ შევალ setting-ში. ამ შემთხვევაში მე ნაყიდი მაქვს ფასიანი ვერსია, თავიდანაც გაქვთ უფასო კრედიტები დასატესტად გამოგადგებათ, რათა თქვენ ზუსტად მოიფიქროთ, გიღირთ თუ არა ამ მოდელით სარგებლობა და რამდენად გერგებათ და ამის შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება. ფასები სტანდარტულია მეგობრებო, $25, იურად $25. ჩემი აზრით იმდენად ბევრ ფუნქციას მოიცავს და იმდენად მაგარ ფუნქციებს მოიცავს, რომ ნამდვილად ღირს ამის გაკეთება. თუმცა კიდევ გიმეორებთ. თავიდან გაქვთ უფასო კრედიტები მეგობრებო და თქვენ შეგიძლიათ კარგად დატესტოთ ეს მოდელი რამდენად გერგებათ თქვენ და ამის შემდეგ მიიღოთ შეძენაზე გადაწყვეტილება. მე უბრალოდ შევალ setting-ში ახლა პირველი შეგიძლიათ უბრალოდ ენა აირჩიოთ, ინტერფეისი რა ენაზე იყოს. სამწუხაროდ ქართული არ გვაქვს, თუმცა სხვა ენები გვაქვს, სხვა ენების შეთავაზება კარგი იქნებოდა ქართულიც რომ იყოს, მაგრამ სამწუხაროდ არ გვაქვს. და მეორე ეს არის AI data retention, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ნებას ვაძლევთ Genspark AI-ს თუ არა, რომ გამოიყენოს ჩვენი მონაცემები ყველასთვის მოდელების გასაუმჯობესებლად, ჩვენი მონაცემებით ისარგებლოს თუ არა. ეხლა მე ნამდვილად ვერ გეტყვით ზუსტად და დარწმუნებით ამას ჩაურთავთ თუ გამოურთავთ, მართლა ასე მოხდება თუ არა, ანუ მართლა გამოიყენებენ თუ არ გამოიყენებენ. თავს ამაზე ნამდვილად ვერ დავდებ. უბრალოდ მე ფაქტს წარმოგიდგენთ, რომ ეს ფუნქცია ნამდვილად აქვს. ქვემოთ რასაც გულისხმობს ყველაფერი გასაგებია თქვენთვის, აპლიკაციაში შესვლის, გამოსვლის, სესიების და საერთოდ იუზერის წაშლის ფუნქციებია. და გადავიდეთ მთავარ ასე ვთქვათ, განსახილველ ფუნქციაზე, რაც არის Genspark AI-სთან დაკავშირებით ამ ეტაპზე. მე როგორც ამ ვიდეოს დასაწყისში გითხარით, მეგობრებო, Genspark AI წარმოადგენს მულტიაგენტური არქიტექტურის მქონე პლატფორმას. ეს გულისხმობს იმას, რომ ყავს თავისი აგენტებიც, აი ეს აგენტები, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა დავალებაზე, ასევე არის რაღაც საბაზისო მოდელები, სადაც ჩაშენებულია სხვა დიდი ხელოვნური ინტელექტის მოდელები. აი ეს სუპერ აგენტიდან დაწყებული ყველაფერი არის ჩაშენებული შიდა აგენტები Genspark AI-ის, ხოლო ქვემოთ აქვს საბაზისო აგენტები, რომელიც გულისხმობს იმას, რომ აი როგორც ხედავთ, mixture of agents არქიტექტურა, რაც გულისხმობს იმას, რომ შიგნით გაერთიანებულია სხვადასხვა დიდი ხელოვნური ინტელექტის მოდელები. მე ხა დავიწყებ დატესტვას და მოდი გავარჩიოთ, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის მოხმარება. შევიდეთ მაგალითად chat-ის ფუნქციაში და როგორც ხედავთ, აქ გვაქვს ორი არჩევანი. ერთი არჩევანია, რომ ავირჩიოთ ზუსტად ეს mixture of agents, რაც არის ინოვაცია, რაც გულისხმობს, რომ აი ამ მოდელებს ყველას ერთდროულად გაანალიზებს, ყველას ერთდროულად გამოიყენებს ჩვენი დავალების შესასრულებლად და თავის რეფლექსიას, ანუ თავის პასუხს დადებს ბოლოში, რომელმა მოდელმა უფრო კარგად მოახდინა პასუხის გენერაცია ჩვენს კითხვაზე, რაც იძლევა იმის გარანტიას, რომ ჰალუცინაცია იქნება მაქსიმალურად შემცირებული და პასუხი იქნება ბევრად უფრო რელევანტური ჩვენს კითხვასთან და ბევრად უფრო სრულყოფილი. გვაქვს მეორე ვარიანტიც, რომ არ დაუჯეროთ ჩვენ mixture of agents და უბრალოდ ავირჩიოთ, რომელი მოდელის გამოყენება გვსურს. ამ შემთხვევაში ჩვენი mixture of agents ტესტავთ, ეს არის მნიშვნელოვანი, ამიტომ ეს მაქვს მონიშნული. ხო, მაგალითად უბრალოდ რომ სატესტოთ დააგენერიროს ამ მოდელმა რეალური განსხვავებები Genspark AI-სა და სხვა დიდ მოდელებს შორის. როგორც ხედავთ, სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტის მოდელი ცალ-ცალკე მუშაობს და დაველოდოთ პასუხს. ამასობაში გადავხტები მეგობრებო, არ დაიბნეთ წეღან რომ გითხარით მე თქვენ რომ ჩემი პროფილი უნდა შეექმნა. მე როცა LinkedIn-ის ჩემი ლინკი მივეცე, ნამდვილად გააკეთა უკვე, ნახეთ, გამოიკვლია ჩემი LinkedIn პროფილი და მაქვს საშუალება რომ make Genspark more personalized. ანუ
GenSpark-ი გავხადოთ ჩემზე უფრო პერსონალურად მორგებული. ამ მოკლევის შედეგად, რაც ლინკის მიხედვით გააკეთა, მე რაც მივეცი და დავაკლიკოთ აბატონო. აი, სახელიც, საქმიანობაც, ჩემი პროფილიც, აღწერა, აბსოლუტურად გადმოიტანო ყველაფერი, განსაზღვრო თუ რა იყო, თუმცა custom instruction-ები არ დაუწერია, შემიძლია მე დავამატო. მოკლედ, სრულად არ გიკეთებთ ყველაფერს, მაგრამ საინტერესო ფუნქცია ნაწილობრივ მაინც გიკეთებთ და სარგებლობას მიიღებთ ამით. მე აუცილებლად გირჩევთ, რომ არა მარტო GenSpark AI-ში, ყველა ხელოვნური ინტელექტის მოდელში, რომელსაც გამოიყენებთ, აუცილებლად იპოვოთ custom instruction-ების მისათითებელი ველები, საიდანაც პერსონალიზაცია ხდება და აუცილებლად გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა. აუცილებლად მოიკვლიოთ ინფორმაცია ზუსტად რა არის system prompt-ი და მეც აგიხსნით ამას შემდგომ ეპიზოდებში და მეც გასწავლეთ როგორ უნდა დაიწეროს system prompt-ი და იზრუნეთ იმაზე, რომ როცა ხელოვნური ინტელექტის მოდელს გამოიყენებთ, აუცილებლად გქონდეთ მოდელზე მიცემული თქვენი system prompt-ი. რათა ხელოვნური ინტელექტის მოდელი იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც თქვენ გჭირდებათ და არ მოხდეს რაიმენაირი აცდენა. მოკლედ, ეს ფუნქცია განვიხილეთ, save მივეცე, custom instruction-ები ამ წუთში არ დამიწერია და მოკლედ გახდის GenSpark AI-ის ჩემი LinkedIn-ის პროფილზე მორგებულს. Perfect. ძალიან კარგი. ამასობაში ნახეთ, როგორც გითხარით, გაანალიზა ChatGPT, Claude, Gemini 2.5 Flash-ი, რო რატო არა იყო, არ ვიცი, ვერ გეტყვით და ბოლოში reflection-ი, ანუ თავისი რეფლექსია, ანუ თავისი შეფასება, თავის ხელოვნური ინტელექტის მოდელის ანალიზი უკვე თუ რას თვლიდა კარგად და ამის მიხედვით დააგენერირა უკვე პასუხი, რომელიც ჩემი ამ წუთში ხა მაგისი დრო არ არის, რომ ეს განვიხილოთ დეტალურად, თუმცა ჩემი ანალიზით პასუხი არის ბევრად უფრო სრულყოფილი და ბევრად უფრო კარგი, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა, ბევრად უფრო კარგად აყალიბებს ყველაფერს. აი, თქვენი თვალით ხედავთ, რაოდენ სრულყოფილად და რაოდენ კარგად გვაძლევს ჩვენ ანალიზის შედეგს. აუცილებლად დატესტეთ. ამასობაში კი ჩვენ დავტესტოთ შემდეგი Image Studio. მე როგორც გითხარით, მარტო chat-ის ფუნქციაში კი არ არის ეს. არამედ ჩვენ შეგვიძლია ვისარგებლოთ ესეთი mixture of agent-ებით Image Studio-ში, Generate Video-ში and Translate-ში. და უცებ მინდა დავტესტო ყველა. Image Studio-ში შევიდეთ მაგალითად პირველივეში Generate Image, Nano Bananas უფასო წდომას მაძლევს ულიმიტოდ, რადგანაც მე ნაყიდი მაქვს ყოველთვიური პაკეტი $25, მაგრამ ამ წუთში Nano Banana არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს Mixture of Agents. და მართლაც ჩაურთოთ ეს, აქ აქვს მოცემული სხვადასხვა მოდელი, მაგალითად Seedream V4, რომელიც კონკურენტია Gemini-ის Nano Banana-ზე, Flux-ი, რომელიც ძალიან მაგარი მოდელია და სხვა იდეოგრამი. მე მინდა, რომ ზუსტად აი ეს სხვადასხვა მოდელი გამოიყენოს ფოტოს გენერაციის დროს. მაგალითად ავტვირთავ ჩემს ფოტოს და ვეტყვი, რომ ჩემი ამ ფოტოდან გააკეთოს პროფესიონალური ოფისში გადაღებული ფოტოსურათი, რომელიც იქნება ჩემი რეზიუმესთვის მორგებული და ვნახოთ როგორ გააკეთებს ამ დავალებას. ამასობაში ჩვენ დრო არ დავკარგოთ და პარალელურად დავტესტოთ შემდეგი ფუნქცია, რაც გულისხმობს უკვე generate videos, ანუ ვიდეოს გენერაციას და პრომპტი მაქვს უბრალოდ დრო რო არ დამეკარგა. მე მაქვს ასეთი პრომპტი განსაზღვრული, რომ ლეპტოპის სურათი მაქვს აღებული, ეს დავაწერინე ChatGPT-ს მე ეს პრომპტი და მე გასწავლით ამასაც როგორ შეიძლება დააწერინოთ ასეთი პრომპტები და მე მაქვს განსაზღვრული პრომპტში, რომ საუბარი უნდა შედგეს, ასე ვთქვათ, ამ ვიდეოში, თუმცა მოგეხსენებათ, რომ ამ წოდეს მდგომარეობით მხოლოდ Gemini-ის V3 მოდელია, რომელსაც საუბარი შეუძლია და Sora 2 ChatGPT-ს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოვიდა, მაგრამ ჯერჯერობით ხელმისაწვდომი ასე ფართოდ არ არის. აქედან გამომდინარე, აქაც შევდივართ, როგორც ხედავთ, სხვადასხვა მოდელია მოცემული, სხვადასხვა წარმატებული მოდელები, მაგრამ შევდივართ Mixture of Agent-ში. ვიცი რომ რა ვიდეოც დაგენერირდება, ყველას ხმა ვერ ექნება, ფიზიკურად ექნება მარტო ხმა V3-ს, თუმცა მაინც ამგვარ პრომპტს ვაძლევ. აქ მე შემიძლია უბრალოდ რომ დავარეგულირო რაღაცა პარამეტრები, მაგალითად, შემიძლია ვერტიკალური გავხადოთ ეს ვიდეო, ან რაღაცა დრო შევუცვალოთ მაგალითად და აქვს კიდე საინტერესო ფუნქცია auto prompt-ი, როცა მე ჩაუწერ ხელოვნური ინტელექტის აგენტი კიდე იმდენად კარგია GenSpark AI, რომ მუშაობს დამატებით იმისთვის, რომ ჩემი პრომპტი დახვეწოს. თუმცა ამ შემთხვევაში მე აქვს გამზადებული პრომპტი და ამ წუთას არ მინდა ეს, შემდგომ გამოვიყენოთ ეს. ერთადერთი რაც მინდა მე არის, რომ ფოტო აუტვირთო, მარტო პრომპტს სხვა არ მივცემ. მე მჭირდება რომ აუტვირთო ფოტო, რაზეც მინდა რომ გაკეთდეს ვიდეო. აი ეს ლეპტოპის სურათი აწლევ და დაველოდები რას დააგენერირებს. ამასობაში კი შეხედეთ როგორ გააკეთა, ასე ვთქვათ, 4 სხვადასხვა მოდელმა გააკეთა ჩემი საკუთარი თავის ოფიციალური სურათი, რომელიც არც თუ ისე ცუდია. GPT-ის სურათი, რა თქმა უნდა, არ მოგწევს, იმიტომ რომ საშილად ვარ. Nano Banana ძალიან მგავს, ჩემი აზრით. Flux-მა რაღაცა კრეატიულად გააკეთა ეს ფოტო, სულ ოდნავ შეცვალა, რაღაცა ტუჩთან დაახლოებით. Seedream-მა ფაქტობრივად არაფერი არ შეცვალა, სახე მართლა იდეალურად გადმოიტანა ზუსტად. მოკლედ,
4 სხვადასხვა მოდელის შედეგი გვაქვს, რომლიდანაც ChatGPT-ის ყველაზე ცუდია. აქ შეგვიძლია remix-ი გავუკეთოთ, ან რაღაცა დამატებითი ბრძანებები მივიწეთ და გავუგრძელოთ მოკლედ საუბარი რამდენ ხანსაც გვინდა. მოკლედ, შესაძლებლობა არის ძალიან ძლიერი GenSpark AI-ში. ამასობაში ვნახოთ ვიდეო, სამწუხაროდ ალბათ რაღაცა პრობლემა შეიქმნა სერვერზე და ერთი ვიდეო დაფეილდა. Gemini ჯერ კიდე აკეთებს, მეორეც დაფეილდა და ესეც კიდე აკეთებს. დაველოდოთ რა იქნება. კი ბატონო, ამან უკვე გააკეთა ის, რა თქმა უნდა, Sidens საუბრის ფუნქცია არ აქვს, ანუ ვერ ისაუბრებს, თითქოს საუბრობენ, მაგრამ ამგვარი რაღაცა ვიდეო დააგენერირა ამ კომპიუტერზე და დაველოდოთ რა გააკეთა ვიოსავმა. RTX-ით და სწრაფი SSD-ით არის. ეს Dell J15 RTX-ით და სწრაფი SSD-ით არის, უნივერსიტეტსა და თამაშსაც შვიდად გაწვდა. გარანტია როგორია? ოფიციალური და ბატარეა მსუბუქ რეჟიმში სულ საათამდე. დღეს ფასტია. ეს Dell J15 RTX-ით და სწრაფი SSD-ით არის, უნივერსიტეტსა და თამაშსაც შვიდად გაწვდა. კი ბატონო, როგორც ხედავთ, ასე ვთქვათ, speed-ი შეგვიძლია დაურეგულიროთ თუ რაღაცა გვესწრაფება ძალიან. და როგორც ხედავთ, საკმაოდ კარგი ვიდეოა, პირველ ვერსიად ძალიან ნორმალურია, უნდა გააგრძელო უბრალოდ აქ მუშაობა და ბევრი რაღაცა შეცვალო, თუ გინდა რომ უფრო მეტად დახვეწო ვიდეო. მოდი speed-ი დაურეგულირე და უბრალოდ ამას დავტესტო. ეს Dell J15 RTX-ით და სწრაფი SSD-ით არის, უნივერსიტეტსა და თამაშსაც შვიდად გაწვდა. გარანტია როგორია? ოფიციალური და ბატარეა მსუბუქ რეჟიმში სულ საათამდე. დღეს ძალიან კარგი დიალოგია, რაღაცა მომენტში, ვიზუალი არ უვარგა, თუმცა დიალოგი როგორც ასეთი არის ძალიან კარგი. 0.75-ზე დავაყენე speed-ი და იყო მშვენიერი. და დაგვრჩა ბოლო ვერსია, ანუ translation-ი, ქართული ტექსტი, მაგალითად ვაჟებშაველას კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი, მინდა მივცე ამ მოდელს და გადავათარგმნინო ესეც იმავე არქიტექტურის პრინციპით, ანუ mixture of agents, ანუ სხვადასხვა მოდელი იმუშავებს ამას და ბოლოს GenSpark AI მოახდენს რეფლექსიას. და ვნახოთ რას გააკეთებს. Auto detection-ი, ანუ თვითონ ადგენს რა ენაა და გვაქვს შემონათვალში შემდეგი ენები, რომელ ენებზე შეუძლია გადათარგმნა, როგორც ხედავთ, ინგლისური, გერმანული, რაღაცა ბევრი სხვა ენა, სამწუხაროდ სხვა ენიდან ქართულის ხარდაჭერა არ გვაქვს, ანუ ქართულად ვერ გადმოიტანს, თუმცა ინგლისურად გადაიტანს. როგორც ხედავთ, Google Translate-ს იყენებს, DeepL-ს იყენებს, რომელიც ძალიან ძლიერია თარგმანში, GPT-5-ს იყენებს და Claude-ს იყენებს, რომელიც ასევე ძლიერია და ბოლოს თავის რეფლექსიას, რომელიც ზუსტად აანალიზებს, როგორ გადათარგმნოს ეს ყველაფერი და როგორ შეაჯეროს ამ სხვადასხვა მოდელის დაგენერირებული მასალა და მივიღეთ ჩვენ თარგმანი, რომელიც ამ წუთში ხა წაგეთქვის დრო არ არის, მაგრამ მე მაქვს წაგეთქვა შედარებული და არის ბევრად უფრო კარგი. მოკლედ, ძალიან გამოსადეგი ფუნქცია ეს ყველაფერი. გადავდივართ ისევ Home-ში და ვიწყებთ შემდეგი რაღაცის დატესტვას. წეგან გითხარით მე, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტებს შეუძლია დაუკავშირდეს GenSpark AI და მოდი დავტესტოთ, ჩემი Gmail-ი მაქვს დაკავშირებული და მოდი მივცემ შემდეგ პრომპტს, რომ უბრალოდ შეაჯამოს სხვადასხვა მოსული წაუკითხავი შეტყობინება ჩემს Gmail-ზე და მითხრას თუ რაზე გავამახვილო კონკრეტულად ყურადღება და ვნახოთ რას გააკეთებს. ამასობაში ჩვენ ავდგებით ახლა და მივცემთ სხვა დავალებასაც ასევე. დეტალურად შეისწავლე და გაანალიზე ჩემი YouTube არხი AI Pulse Georgia და YouTube არხის ლინკი და ამის მიხედვით დაწერე საქმიანი წერილი, აქედან გამომდინარე შეთავაზება სპონსორობის შესახებ და გაგზავნე შემდეგ ელექტრონული პოსტის მისამართზე, რომელიც ჩემი ელექტრონული პოსტის მისამართია, ანუ ჩემსავე პოსტაზე ვაგზავნებ. შემიძლია სხვა მიუთითო, ამის პრობლემაც არ არის. ვნახოთ რას გააკეთებს. ეს არის პირველი დავალება, რაც მივეცი, თუმცა ამ დავალებას აქვს გაგრძელებები, ჯერ ეს გააკეთოს და შემდეგ მივცემ უკვე გაგრძელებას. ამასობაში, მეგობრებო, წეგან რაც თქვით, ის გააკეთა, აი შეაჯამა როგორც ხედავთ, ჩემს Gmail-ზე წაუკითხავი წერილები, ასე ვთქვათ, მომცა კონკრეტიკა თუ რაზე შეიძლება გავამახვილო ყურადღება, ძალიან კარგია სამუშაო პროცესებში, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ბევრი დავალება როცა გვაქვს ორგანიზაციაში როცა ვმუშაობთ, რაღაცა რო არ გამოგვეპაროს, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფუნქციის გამოყენება, ძალიან კარგად და ეფექტურად შეიძლება ამ ყველაფრის გამოყენება. როგორც ხედავთ, ზუსტად ეს ნიშნავს მულტიაგენტურ სტრუქტურას, რომ სხვადასხვა ხელსაწყოს იყენებს სხვადასხვა ინსტრუმენტში და ჩვენს მიერ მიცემულ დავალებებზე მუშაობს ძალიან ეფექტურად. მოკლედ ესეც გააკეთა და დაველოდოთ ჩვენ ამასობაში რას გააკეთებს მეორეს. როგორც ხედავთ მეგობრებო, ამასობაში HTML ფაილი გაამზადა იმეილისთვის, რომლის კორექტირება ყველანაირად შეგვიძლია ჩვენ და აქვე გვაძლევს ყველანაირ თულს ამისთვის. გაანალიზე ჩემი პოდკასტი და დააგენერირა პრეზენტაცია, ასე ვთქვათ, სპონსორობის შეთავაზება. როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი რაღაც შეგიძლიათ გააკეთოთ კიდე აქ იმუშაოთ, ასე ვთქვათ, დაამატოთ ბევრი რაღაცა ანთავად დააკორექტირებინოთ და დაამატებინოთ, მაგრამ ძალიან მოწესრიგებული ლამაზი HTML ფაილი გაამზადა, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ რომ დავაკლიკოთ და გაგზავნის ავტომატურად. ჩვენ ახლა მოგვივა ეს ჩემი ელექტრონული პოსტის მისამართზე. აი აქ. და როგორც ხედავთ, მოვიდა GenSpark AI-ი გააკეთა, დავაკლიკეთ Send და მოვიდა სპონსორობის შეთავაზება, შექმნა ჩემს YouTube არხზე დაგვრჩით. ჩვენ ვიწვევთ ახლა დამატებითი დავალებაც, შევიდეს ჩემს კალენდარში, შექმნას Google Meet-ი 18 საათზე
პიროვნებას და შემდეგ ელფოსტის მისამართით და მითითებული მაქვს ელფოსტა, ჩამირიჯნოს სკოლის კალენდარში, შექმნას meeting note-ების დოკუმენტი და ატვირთოს AI Drive-ზე, რაც წეგან გაჩვენეთ, რაც არის ჩაშენებული Genspark AI-ში. შემდეგ ფოლდერს დაარქვა შესაბამისი სახელი და ბოლოში ვაძლევ უბრალოდ განმარტებას, რომ ქოლი შეეხება ჩემი YouTube არხის AI Pulse Georgia სპონსორობის შეთავაზებას, შესაბამისად რელევანტური ნოუთების შექმნას. უბრალოდ აქვე მიცეთ ეს დამატებითი დავალება. ამასობაში მეგობრებო, როგორც ხედავთ, ამან გააკეთა შეხვედრის ნოუთები, წება რაც ვთხოვე და ასევე დაგეგმა შეხვედრა, რომელსაც შექმნა Google Meet-ში, ჩანიშნავდა, ასე ვთქვათ, კალენდარში და ასე შემდეგ, რომელიც შეგვიძლია ჩვენ უბრალოდ ავდგეთ და გადავამოწმოთ, რამდენად აქვს გაკეთებული. პირველ რიგში გადავამოწმოთ, რამდენად აქვს ნოუთები გაკეთებული და როგორც ხედავთ, გაკეთებული აქვს ნოუთები, წეგანაც იყო აქ ფაილები, მაგრამ ეხლა დამატებითი ფაილები გაკეთდა კიდე. როგორც ხედავთ, დაიწყო ჩანიშნა ამ შეხვედრის, რასაც ეხლა ვსაუბრობდით, გამზად ასევე ნოუთები, ჯერ მივცეთ კონფირმი, რომ ჩანიშნო შეხვედრა მართლაც. მაგალითად, თვალისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით მე რაც ვთხოვე და შემდეგ უბრალოდ გადავამოწმოთ, რამდენად ნამდვილად აქვს ჩანიშნული შეხვედრა. როგორც ხედავთ, შეხვედრა ჩანიშნულია მეგობრებო, საკითხებიც მითითებულია რას ეხება და გაგზავნილია ასევე იმ ელექტრონული პოსტის მისამართზე, რაც მე მჭირდებოდა და ბოლოს რაც მინდა Genspark AI-სთან, რაც მინდა რომ გავაკეთებინო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სპეციალიზირებული აგენტი AI Meeting Notes, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი შეხვედრები, თათბირები, სხვა სახის კოლები, რომელსაც თუნდაც ქართულ ენაზე წარმართავთ, ჩვენ შეგვიძლია უკვე Genspark AI-ს მოვასმენინოთ, ჩავაწერინოთ ტრანსკრიფცია და შევაჯამებინოთ, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ. ამ წუთის მდგომარეობით ქართულ ენაზე ძალიან ჭირს ამის გაკეთება AI-ის დახმარებითაც თუნდაც და მოდი დავტესტოთ ახლა უბრალოდ ეს ფუნქცია რამდენად კარგად გააკეთებს ამას. შევდივართ New Note-ში და უბრალოდ ტელეფონიდან ჩავურთავ ახლა ქართულ საუბარს და ვეტყვი დაწყებას, რათა დაიწყოს ჩაწერა და ვნახოთ როგორ გაართმევს ამ ყველაფერს თავს. Start recording. ეჭვიანობა, უბედურება ყველაფერი მქონდა, მაგრამ გაირკვა, რომ ის 4 წელი იყო უფრო მძიმე. იმიტომ რომ ყოველდღე ველოდი დაპატიმრებას. და რო ველოდები დაპატიმრებას, გონია რომ პატიმრობის მერე ფიქრი არ არის საჭირო, იმიტომ მე არაფერი არ, როგორც სიგილზე ვფიქრობ და მე არაფერი არ. ანუ ეს გამოირთვება ყველაფერი. და რო დამაპატიმრდეს იმ საღამოს ვიმღერე და კაი ხასიათზე დავდექი. საკმარისია, მოდი ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ. როგორც ხედავთ, საკმაოდ კარგად გააკეთა მთელი ტრანსკრიფცია და ვნახოთ ნოუთები. შერეულია გარკვეული ასოები, თუმცა საბოლოო ჯამში ძირითადი მომენტები გამოყო და გარკვეული მიმოხილვაც გააკეთა. კონტექსტი იყო მოკლე, რო ყოფილიყო სრულყოფილი, ვეროთ უკეთ გააკეთებდა ამას. ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციაა ესეც და გირჩევთ რომ აუცილებლად დატესტოთ ეს ხანგრძლივ მიტინგზე, 1-2 საათიან მიტინგზე, რამდენად კარგად და ამომწურავად გააკეთებს ტრანსკრიფციას და ნოუთებს. შეგიძლიათ გაუზიაროთ ეს თქვენს თანამშრომლებს ან ნებისმიერ ადამიანს, ან საერთოდ ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოთ ეს ჩანაწერები. როგორც გითხარით, საკმაოდ ბევრი ფუნქციაა დარჩენილი Genspark AI-ში, რისი მიმოხილვაც მინდა, ამიტომ გადავიდეთ ახლა Manus AI-ზე და შემდეგ აუცილებლად დავუბრუნდებით ჩვენ ამ თემას. და შეგვიძლია გადავიდეთ Manus AI-ის განხილვაზე უკვე, მართლაც ბევრი იყო Genspark AI-ში, მაგრამ დამიჯერეთ კიდე უფრო მეტი დარჩა Genspark AI-ზე სალაპარაკო, მაგრამ ისეთი კარგი ფუნქციებია და ისეთი გამოსაყენებელი, რომ ნამდვილად ღირს ამას მოსმენა და ამაზე საუბარი და Manus AI-ზეც შედარებით ნაკლებს ვიტყვი დღეს, თუმცა შემდგომ ეპიზოდებში აუცილებლად განვავრცობ და უფრო მეტად გაგარკვევთ ამ ინსტრუმენტში. დავიწყოთ Manus AI-ის მიმოხილვა. Manus AI-ის ინტერფეისიც არის დაახლოებით იგივე, რაც Genspark AI-ის და რაც სხვა მოდელების გვერდზე გვაქვს ჩვენ ისტორია, ჩვენი ჩატების, ასე ვთქვათ. ქვემოთ გვაქვს ფაილების ატვირთვის საშუალება, ანალოგიურად Drive, მაგალითად OneDrive, Figma და სხვა ლოკალურად ატვირთვის საშუალება. გვაქვს რა თქმა უნდა კონექტორები, რაც წეღანა გიხსენეთ და ძალიან ბევრი შესაძლებლობა და ძალიან ჩასაღრმავებელი თემაა ეს. თუ რამდენ რაღაცა შეგვიძლია დაუკავშირდეთ და როგორც ხედავთ, შეგვიძლია დამენეჯება კონექტორების და ასევე დამატება სხვა დამატებითი კონექტორების, ახაც გვაქვს custom API-ის შექმნის და custom MCP სერვერების შექმნის საშუალება, რომელიც პროგრამული თემაა და ამასაც ცალკე აგიხსნეთ. მე ამჯერად აქ მაქვს დამატებული რამდენიმე Gmail-ი, Google კალენდარი, Notion-ი, Asana. სხვა გვაქვს ჩვენ აქ ცოტა სწრაფი აგენტი, რომელიც უფრო სწრაფ პასუხებზე ორიენტირებული, საფუძვლიანი აგენტი, რომელიც რთული ტასკების შესრულებაზეა პასუხისმგებელი და უბრალოდ ჩატის საშუალება, სადაც კომუნიკაცია შეგვიძლია და
რეალურად რასაც წარმოადგენს დიდი ენობრივი მოდელები, რაც ჩვენთვის ცნობილია ამ წუთის მდგომარეობით. გვაქვს ასევე არჩევის შესაძლებლობა, რომელი უპირატესია ჩვენთვის სისწრაფე თუ ხარისხი. გვაქვს ასევე voice input-ი, ანუ საშუალება რომ ჩვენ არ ვწეროთ და აუდიო ხმით ვესაუბროთ. ქვემოთ გვაქვს setting-ი, setting-ში გვაქვს მნიშვნელოვანი რამდენიმე ფუნქცია, რაც გასათვალისწინებელია usage-ი, რომელიც ამ წუთში მე არ მაქვს, გამოლეული მაქვს აბსოლუტურად თვიური კრედიტები, მიუხედავად იმისა, რომ ნაყიდი მქონდა და აქაც რაც Genspark AI-ზე აგიხსენით, ანალოგიურს გეტყვით, რომ გაქვთ თავიდან უფასო კრედიტები და შეგიძლიათ დატესტოთ, რამდენად საფუძვლიანად მიიღოთ პასუხებს და ამის შემდეგ მიიღოთ უკვე თქვენი გადაწყვეტილება, გიღებთ თუ არა გამოყენება და ქვემოთ გიწერთ რომელ თქვენს დავალებაზე რამდენი დაიხარჯა კრედიტები და ეს არის თქვენთვის მანიშნებელი და მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თქვენ მივხვდებით რეალურად რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რა მომენტში რაზე ჩამოგაყენებთ ბევრ კრედიტს. მნიშვნელოვანი ფუნქცია რაც გაქვთ Manus AI-ში, ChatGPT-ში, Gemini-ში, Grok-ში და სხვა მოდელებშიც გვხვდება, ეს არის განმეორებადი დავალებების მიცემის ფუნქცია და შესაძლებლობა, მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ, დავარქოთ დავალებას რაღაცა სამედიცინო ნიუსები და მივცეთ დავალება, რომ ყოველდღიურად მომწერე ინფორმაცია მსოფლიოდან სამედიცინო ნიუსების შესახებ. თუ საჭიროა ჩვენ შეგვიძლია საერთოდ სხვა apps-ს დაუკავშიროთ და კიდევ უფრო ღრმად ჩაურმავდეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, რადგანაც რაღაცა ნიუსები ყოველდღიურად შეიძლება სხვა app-იდანაც გადმოიტანოს, მაგალითად Gmail-იდან ყოველდღიურად მოგწეროს თუ ვისი იმეილი შემაჯამებელი რეპორტი თუ რამდენი იმეილი მოგვივიდა იმ დღეს და ვისი იმეილებია და მოკლე შინაარსი, ან რაღაცა მოგწეროს კალენდრის ანალიზიდან, ან Notion-იდან, ან Asana-დან, ან სხვა რომელსაც ჩვენ დაუკავშირებთ, არ ვფიქრობთ რომ მხოლოდ ამ მოთხს მოიცავს, არამედ სხვა app-ები შეგვიძლია დაუკავშიროთ. თქვენ ჩვენ შეგვიძლია მივუთვით თუ როგორ გვაწყობს ყოველდღიურად, კვირეულად, თვიურად თუ სხვა და მივუთვითოთ უბრალოდ დრო, რა დროს გვინდა რომ მოგწეროს. და save. შექმნილია უკვე ეს განმეორებადი დავალება და ყოველდღიურ 10 საათზე მოგწერს ჩვენ მოდელი ამის შესახებ ჩვენ რაც ვთხოვეთ. შეგვიძლია როცა გვინდა გამოვურთოთ, ან როცა გვინდა ჩაურთოთ ეს ფუნქცია, როცა დაგვრჩება, ან სულად საერთოდ წავშალოთ თუ არ გვაწყობს. კიდევ მინდა შემდეგი რაღაცა განვიხილო. ეს არის data control-ი. აქაც იმავენაირად აკონტროლებთ თქვენს მონაცემებს, თქვენს დავალებებს, თქვენს ფაილებს, რაც გაქვთ დატვირთული, ან ვებსაიტებს და ასე შემდეგ. Cloud browser არის ძალიან საინტერესო ფუნქცია, ახალია, რომელიც გულისხმობს, რომ ყოველ ჯერზე, როცა სხვა apps უკავშირდებით ან რაღაცა სხვა app-თან უწევს Manus AI-ის თქვენი დავალებით შეხება, არ მოგიძიოთ ავტორიზაცია და ერთხელ როცა იქნებით ავტორიზებული, რაღაცნაირად შეინახოს ეს ყველაფერი, სადაც მოუწევს ავტორიზაცია და თუ რაღაცა აღარ დაგჭირდება, შეგიძლიათ უბრალოდ წაშალოთ და აღარ კონდეს Manus AI-ის სლამა იმ რაღაცაზე. გვაქვს აქაც როგორც ეგანა გიხსენეთ კონექტორები, უამრავნაირი API, რასაც შეუძლია დაუკავშირდეთ. გვაქვს შესაძლებლობა custom API-ის და custom MCP-ის შექმნის. ასევე მეტიც, Manus AI შეუძლია თვითონვე დააგენერიროს API, ანუ bridge-ი სხვა აპლიკაციებთან, ესეც ცოტა კომპლექსური და პროგრამული საკითხია და მოვა დრო რომ ამაზეც უფრო დეტალურად ჩაურმავდებით და უფრო ნათელს გავხდით, რასაც გულისხმობს და მნიშვნელოვანი რაღაც mail Manus. რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ Manus-ის ჩვენი მაილი და ჩვენ როცა Gmail-ში რაღაცა მოგვივა, შეგვიძლია დაუფორვარდოთ ამ mails, აქ მოვა inbox-ში ეს შეტყობინება და დაიწყებს დავალების გაკეთებას. მაგალითად მე შექმნილი მაქვს მაილი, არა თუ მარტო ჩვენი, არამედ ჩვენი თანამშრომლის მაილი შეგვიძლია მიუთითოთ. და ჩვენ შეგვიძლია მიუთითოთ, ვისგან იქნება ნებადართული ამ მაილზე ინფორმაციის გამოგზავნა. ამ кейსში მე მაქვს მითითებული, რომ მხოლოდ ჩემგან არის ნებადართული. ანუ ამ Manus-ის ახალ მაილზე მხოლოდ ჩემგან შეიძლება გამოგზავნა მაილის. მოდი დავტესტოთ ეს ფუნქცია ახლა როგორ იმუშავებს. მაგალითად მოსული მაქვს რაღაცა მაილი Zoom-იდან. მე უბრალოდ ვაფორვარდებ ამ mails. Paste-ს უკეთებ ჩემი Manus-ის mails და ვაძლევ დავალებას. გაანალიზე ეს მაილი და მომწერე მოკლე შეჯამება და ვაძლევ გაგზავნოს. როგორც ხედავთ, მოსულია მაილი და დაწყებული აქვს Manus მუშაობა. აქ მოვიდა მაილი, ჩემი ბრძანება გაგებული აქვს და ეხლა ვნახოთ როგორ მუშაობს. შეტყობინება ასევე უნდა მომივიდეს Manus-ისგან. კი ბატონო, Manus-ისგან მივიღე შეტყობინება, რომ დაწყებული აქვს და აი მოკლე შეჯამებას მიგზავნის, პრობლემასაც მითარგმნის, მიგზავნის რაშია პრობლემა და მოკლედ შეასრულა დავალება მთლიანად, გაანალიზა, ყველანაირი ინფორმაცია ჩადო და ძალიან მაღალ დონეზე შეასრულა ეს დავალება. მე რაც ვთხოვე, ზუსტად ის გააკეთა. მიგზავნის როგორც mail-ზევე, ასევე უნდა გამოჩნდეს შესრულებული დავალება აქაც და როგორც ხედავთ არის, ანუ Manus-შივეც გამოჩნდა შესრულებული დავალება, რაც წეგან ჩვენ mail-ზე მოგვივიდა, მივიღეთ აქაც. ნუ ნამდვილად შეასრულა ეს დავალება.
Manus AI-სთან დაკავშირებული ერთი მნიშვნელოვანი საკითხია კიდევ, რომ ჩვენ შეგვიძლია Manus AI-ში შევქმნათ ცოდნა, ანუ ავტვირთოთ რაღაცა კონკრეტული ფაილები, რომელსაც მომავალში ჩვენ საუბრის დროს გამოვიყენებთ. მაგალითად, add knowledge მივცემთ, შეგვიძლია რაღაცა მნიშვნელოვანი კონტენტი, მნიშვნელოვანი ტექსტი ჩავსვათ აქ, რომელიც ჩვენ ხშირად გვჭირდება, რაღაცის ინსტრუქცია მაგალითად სამსახურიდან, ან რაღაცა მნიშვნელოვანი საკითხების ჩამონათვალი, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ შემდეგ Manus-თან საუბრის დროს, კომუნიკაციის დროს, მოვიმხობთ, რა სახელსაც დავარქმევთ ზუსტად იმ სახელით. სამწუხაროდ, რადგანაც მე ლიმიტი მაქვს უკვე დადებული, ძალიან ბევრი ტესტე Manus AI, ძალიან ბევრი კრედიტი მოვიხმარე და ფიზიკურად აღარ დამჭა არანაირი რესურსი არც ერთ მაილზე, რომ მე გამოვიყენო Manus AI ამ წუთის მდგომარეობით, რამდენიმე დღეში აღმედგება. აქედან გამომდინარე, მე უკვე მინდა გაჩვენოთ ჩემი შესრულებული user case-ები, დავალებები, მნიშვნელოვანი გამოყენების მაგალითები, რაც შეიძლება თქვენ გამოგადგეთ, რომ წარმოდგენა შეგექმნათ მისი შესაძლებლობების შესახებ. ამ გამოყენების მაგალითზე მე მაქვს მიცემული დავალება. შევიდეს canva.com-ში, Canva დიზაინის ვებსაიტი, თქვენთვის ყველასთვის ცნობილი და უბრალოდ კოპირება მოახდინოს ამ ვებსაიტის. დაახლოებით 10-15 წუთი მოუნდა დააგენერირა ჯერ ფაილები ამ ვებსაიტის ანალიზი, რეპლიკა, სხვა დეტალები და საბოლოო ჯამში მომცა ეს. კოპირება canva.com-ის, რომელიც არის ძალიან მაღალ დონეზე შესრულებული. ეს თქვენ გამოგადგებათ web development-ის დროს. შემდეგი გამოყენების მაგალითი Manus AI ძალიან ძლიერია real time ძიებაში, სოფლიოს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და კონკრეტული გადაწყვეტილებების ფორმირებაში. მაგალითად, მე მაქვს მიცემული დავალება, რომ თანხის ინვესტირება მინდა რომელიმე ამერიკულ კომპანიაში, გამიანალიზე ზუსტად მიმდინარე სიტუაცია და მომეწი ზუსტი არჩევანი. როგორც ხედავთ, დამიგენერირა ფაილი, ძალიან დეტალურად აქვს გაანალიზებული საკითხები 2025 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საფონდო ბირჟები გაანალიზებული, სხვა მნიშვნელოვანი დეტალები მოკვლეული და აქვს მიღებული გადაწყვეტილება მოცემული ჩემთვის, თუ რა გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოს, რაც შეიძლება მოვახდინო ჩემი ფულის ინვესტიცია. შემდეგი გამოყენების მაგალითი, ეს არის მონაცემთა ანალიზი, რომელსაც ძალიან მაღალ დონეზე აკეთებს Manus AI. მაგალითად, ვაძლევ როგორც ხედავთ სტატისტიკურ მონაცემებს, კატეგორიების მიხედვით დაალაგებულს და ვთხოვ, რომ გაანალიზოს ამას და მომცეს რეპორტი უკან. მაძლევს ორი სახის რეპორტს, ერთი აგებული Excel-ში, როგორც ხედავთ, აქვე აქვს მოცემული ეს მონაცემები და საკმაოდ კარგად საფუძვლიანად აქვს გაანალიზებული მნიშვნელოვანი საკითხები. ასევე დოკუმენტი აქვს მოცემული, სადაც მნიშვნელოვანი საკითხებია მოცემული ამ მონაცემების შესახებ და მოკლედ ძალიან მაღალ დონეზე აქვს ეს ყველაფერი გაკეთებული. გადავიდეთ შემდეგ გამოყენების მაგალითზე. ამ შემთხვევაში მე ვთხოვე ჩემი რეზიუმე აუტვირთე და ვთხოვე რომ შეექმნა ვებ აპლიკაცია, უბრალოდ ორი წინადადება ჩამოუყალიბე. ვთხოვე რომ შეექმნა ვებ აპლიკაცია ჩემს რეზიუმეზე დაკრდნობით. და როგორც ხედავთ, ააგო ძალიან კომპლექსური ვებ აპლიკაცია, სხვადასხვა ტაბით, რომლის დაკორექტირებაც მე შემიძლია. საერთოდ ორი ენა აქვს გამოყენებული და მოკლედ ბევრი რაღაც აქვს გაკეთებული ძალიან ამ აპლიკაციაში, რომელსაც შეგიძლიათ მიყვეთ და დამატებითი ჩაშენებები გააკეთოთ. აქ არ გჭირდებათ არანაირი კოდის წერა, არანაირი დამატებითი შესაძლებელი დავალებები, უბრალოდ გჭირდებათ ბაზისური პრომპტინგი Manus AI-სთან და მცირედი ტექნიკური ცოდნა, უბრალოდ API-ის დონეზე, რომ გადმოტანა შეძლოთ საჭირო API კოდების, რომელსაც მე რა თქმა უნდა ცალკე განვარტავ კიდე ზუსტად რას გულისხმობს. შემდეგი დავალება ეს არის, რომ მე უბრალოდ მივეცი ტექსტი და ვთხოვე, რომ ტანო ტატანო წაიკითხა. ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდმარებო. ზილფო, გავებო, მომკლავებო, ვერსაკარებო. წარბ წამწამ თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო. ძოცლალბაგეო, დამდაგეო. როგორც ხედავთ, რომ დააგენერირა აუდიო, რომელიც შეგვიძლია ჩამოვტვირთოთ და მოკლედ ჩვენთვის სასურველი აუდიო შექმნა. აუდიოს ბევრნაირი გამოყენების მაგალითი არსებობს, რითაც შეგვიძლია ვისარგებლოთ როგორც Genspark AI-ში, ასევე Manus AI-შიც, შემდეგ კიდე განვიხილავთ სხვადასხვა გამოყენების მაგალითებს. შეგვიძლია პოდკასტი დავაგენერიროთ, რაღაცა დეტალური განმარტებები დავაგენერიროთ, რაც ჩვენთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. გადავიდეთ შემდეგ მაგალითზე. აქაც მე ატვირთული მაქვს ორი სხვადასხვა ფაილი მონაცემების და გაჩვენებთ, რომ დაბნეულობა არ გამოიწვიოს, როგორც ხედავთ. საკმაოდ ბევრნაირი მონაცემია, რაც მაქვს ატვირთული და თხოვე რომ გამიანალიზოს დეტალურად და დააგენერიროს რეპორტი და ვნახოთ რა გააკეთა. საკმაოდ დეტალური დიაგრამებით გაფორმებული რეპორტია ქართულ ენაზე, რომელიც ძალიან გამოგადგება თქვენს საქმიანობაში, თქვენს მონაცემებზე დაყრდნობით. ძალიან მნიშვნელოვანი ამ ფუნქციის გამოყენება Manus AI ითვლება, რომ მონაცემების ანალიზსა და მათ ვიზუალიზაციაში არის ერთ-ერთი ძლიერი Genspark-თან ერთად მსოფლიოში და ძალიან კარგი ფუნქცია შესაძლებლობა ეს. გადავიდეთ შემდეგზე, ეს არის კონექტორების გამოყენების ფუნქცია, როცა მე ვთხოვე AI Pulse Georgia სპონსორობის შეთავაზება გააკეთებინა, რაც წეგან Genspark AI-ს ვთხოვე, ანალოგიური თხოვნით მიმართე, მართლაც გააკეთა, დამატებით ჩანიშნა მიტინგი,
იმ დროს, რომელ დროსაც მე მჭირდებოდა და დააგენერირა საჭირო დოკუმენტები, რაც შეიძლება გამომადგეს მე ამ მიტინგის დროს. მოკლედ, კონექტორები გამოიყენა სხვა აპლიკაციებთან კავშირი და სრულყოფილად მომცა ყველაფერი მე რაც მჭირდებოდა. Manus AI-ის გამოყენების ბევრნაირი მაგალითი არსებობს კიდე და ძალიან მინდა რომ წარმოგიდგინოთ ეს მაგალითები. შემდეგი გამოყენების მაგალითი ეს არის მეგობრებო პრეზენტაციების გენერირება. Manus AI-ის პრეზენტაციები ქართულ ენაზე სიმართლე გითხრათ მე მომწონს ყველაზე მეტად. აქ მიცემული მოქვს დავალება, რომ შექმნას პრეზენტაცია ჰუმანოიდ რობოტებზე და როგორც ხედავთ, ძალიან ამომწურავად და კარგად აქვს გაკეთებული პრეზენტაცია. შეგვიძლია დავაკორექტიროთ ნებისმიერი რაღაცა, გადმოვწეროთ და ძალიან მნიშვნელოვანია ამ შესაძლებლობის გამოყენება, იმიტომ რომ ძალიან მაღალ დონეზე აკეთებს პრეზენტაციებს Manus AI და შეგვიძლია სიღრმეებში ჩავყვეთ და ჩვენი დახმარებითაც უმაღლესი დონის პრეზენტაცია შექმნას Manus AI. მოკლედ, მიმოვიხილეთ Manus AI-ის რაღაცა ძირითადი შესაძლებლობები და ფუნქციები და როგორც დააკვირდით, როცა დაუბრუნდები Manus AI-სა და GenSpark AI-ის განხილვას, კიდევ უფრო მეტ სიღრმეში ჩავალ და უფრო მეტ შესაძლებლობას შემოგთავაზებთ, თუ რა შეგიძლიათ გააკეთოთ ამ აგენტური არქიტექტურის მქონე ინსტრუმენტით, რაოდენ ბევრი რაღაცის გაკეთება შეგიძლიათ და რაოდენ მაგრად შეიძლება გამოიყენოთ ეს ორი ინსტრუმენტი, ვიდრე სხვა დიდი ხელოვნური ინტელექტის მოდელები. იმედია საინტერესო აღმოჩნდა თქვენთვის მეგობრებო ეს ორი დიდი ხელოვნური ინტელექტის აგენტური პლატფორმა და იმედია აუცილებლად გამოიყენებთ თქვენ რეალურ სამყაროში, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, დამეტოვეთ კომენტარი კონკრეტული უკავშირი, რას ფიქრობთ ამ ინსტრუმენტებთან და საერთოდ ამ ტიპის ვიდეოებთან დაკავშირებით ჩემგან, დამეტოვეთ თუ რაიმე კონკრეტული საკითხები გაინტერესებთ ასევე ხელოვნური ინტელექტის გარშემო, მე აუცილებლად გავითვალისწინებ ამას და აქვე ჩემი მხრიდან გპირდებით მომავალში ბევრად უფრო მაღალი ხარისხის ვიდეოებს ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებით ძალიან ბევრი იდეა მაქვს თუ რა შეიძლება ჩავწეროთ და შემოგთავაზოთ უამრავნაირი გამოყენების მაგალითი პრაქტიკულად თქვენს პირად ცხოვრებაში, თქვენს სამსახურში თუ სხვა საქმეებში თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ხელოვნური ინტელექტი ყველაზე პრაქტიკულ დონეზე და მე აუცილებლად დავგეგმავ და აუცილებლად ძალიან ბევრ ვიდეოს შემოგთავაზებთ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ ტექნოლოგიას ბოლომდე ავუყოთ ალღო და გამოიყენოთ თქვენ სასარგებლოდ აუცილებლად თქვენს პირად ცხოვრებასა და საქმიანობაში. აქვე ერთ დეტალს გეტყვით პოდკასტის შესახებ, რა თქმა უნდა პოდკასტი გაგრძელდება, ბევრი სიახლე იქნება პოდკასტში, ამას ცალკე ეპიზოდებს დავუთმობთ, ცალკე მოგახსენებთ და არ დაგავიწყდეთ. ამიერიდან ამ YouTube არხზე იქნება ერთი პლეილისტი, სადაც იქნება მხოლოდ პოდკასტის გრძელი ვიდეოები, რომელიც შეიძლება ყველა თქვენგანმა არ უყუროს თავისი სიგრძის გამო, თუმცა ამას ყავს თავისი მაყურებელი და აუცილებლად გავაგრძელებთ ამ საქმეს, იმიტომ რომ ზოგი ადამიანი ძალიან ბევრ ინფორმაციას იღებს სწორედ პოდკასტიდან და აქვე დანარჩენი თქვენგანისთვის ჩავწერ ასე მოკლე ვიდეოებს, რომელთაც გავხდი აბსოლუტურად ფოკუსირებულს თქვენს სწავლებაზე და იქნება ტუტორიალის სახე. ნახვამდის მეგობრებო, დაგიბრუნდებით შემდეგ კვირას.